ერემიანმა გაიხსენა, როგორც შემოარტყეს ალყა სახლს დაპატიმრებისას, შეუარდნენ სახლში ფიზიკურად იძალადეს ქალებზე, მისი მეუღლის დაზეც და გაათრიეს 25 წლის ბიჭი. ექვრის დაკავებიდან რამდენიმე დღეში კი ნუცა ცუდად გახდა, ტკივილები დაეწყო, ექიმთან მისულმა შეიტყო, რომ ორსულად იყო და სტრესისგან მუცელი მოეშალა. ეს მოხდა სწორედ ასეთი დაკავების შემდეგ დაახლოებით 15 პოლიციელი იყო, როგორც ნუცა უყვება რადიო თავისუფლებას სახლში შესული, ალყა შემოარტყეს, წინა მხრიდან ატყუებდნენ თან, მას ეუბნებოდნენ ოჯახის წევრებს, რომ მეზობლები იყვნენ, რომ რაღაც მანქანას გაუსვეს მანქანა და წყლის მიწოდება ჭირდებოდა და ამის შემდეგ საკეტი ფაქტობრივად ჩამოამტვრიეს და ასე შევიდნენ უკვე ცოტა ხანში სახლში, ნუცა იხსენებდა მედიასთან, რომ 4 ადამიანი შევიდა სახლში და ფიზიკურად ფაქტობრივად იძალადეს მისი მეუღლის დაზე და მასზეც ეს ოჯახი აი ამ ძალადობის შესახებ კვარაცხელიას დაკავებისთანავე სასამართლოს ხდომის მეორე დღესაც უყვებოდა მედიას და უყვებოდა ამის შესახებ. ახლა კიდევ ერთხელ მოექცა ცხადია მათი ისტორიები, უკვე ახალი შემზარავია ამბის გავრცელების შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, დაკავებიდან რამდენიმე დღეში ნუცა ცუდად გახდა, ტკივილები დაიწყო და ექიმთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მუცელი მოეშალა. მის ქმარზე 25 წლის ანდრი კვარაცხელია, ის 5 დეკემბერს დააკავეს, ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა, ასეთი არის მუხლი მძიმე ამბავზე, თავად ნუცა ისაუბრებს ჩვენთან ერთად, ეს არის ჩვენი სტუმარი, ნუცა მოგესალმებით, ნუცა ერემიანი, მადლობა რომ დაგთანხმდით, მადლობა რომ გვითმობთ დროს. გთხოვთ კიდევ ერთხელ ამ მძიმე ამბის მოყოლას მაყურებლისთვის, რა მოხდა დაკავების დროს. როგორ იყო ეს პროცესი აი კარის გაღებიდან, ჩამოღებიდან ფაქტობრივად თქვენ მეუღლის გაყვანამდე? კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში თქვენ. ეს იყო 5 დეკემბრის დილა უფრო სწორად. კარზე სანამ კაკუნი ატყდებოდა და ბრახუნი რაღაც ბლაგვი მას ნივთით, მანამდე ჩუმად ცდილობდნენ კარების გაღებას. შემდეგ უკვე რომ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რა შეიძლება მომხდარიყო, რომ მკითხეთ ვინ ბრძანდებით, გაქვთ ეს პასუხი, რომ თქვენი მეზობლები ვართ და იქნება მანქანა გადაგვიყენოთ თქვენი, რომელსაც ნაკაწრი დაადეს იძულებით და ჭიქაწყალი რომ მოგვაწოდოთ, ვართ ძალიან ცუდად, წყურია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაჟინებით ვთხოვდით წარედგინათ რაიმე თუნდაც გამადასტურებელი საბუთი, რითიც შევძლებდით მათ იდენტიფიცირებას, მაგრამ ისინი პასუხობდნენ, რომ ვისაც საჭირო იყო უკვე ნანახი ქონდა ეს საბუთი და ჩვენ მის ნახვას უკვე აღარ საჭიროებდით. დაიწყეს ბლაგვის ნივთით და სავარაუდოდ ქვა, იმიტომ რომ კარებთან ქვა ეგდო, დაიწყეს საკეტის გატეხვა, კარს დარჩა მხოლოდ შემდეგ ბუდე გასაღების, უკვე კარებსაც ვეღარ ვიკავებდით, ფიზიკურად შეუძლებელი იყო კარების დაკავებაც. ნუ შემდეგ გავაღეთ კარები, ყველა 2 ადამიანი იდგა მხოლოდ, მაგრამ სახში როგორც კი შემოვიდნენ, დაიწყეს ძალადობა, პირველი კარების ღრუბლთან მევიდექი, ყელში მომიჭირა ერთ-ერთმა, იმდონით და იმ ხელაზე ამწია ჰაერში, რომ სუნთქვა მიჭირდა, ვგრძნობდი რომ დაუბუჟდი საერთოდ, ვეღარ სუნთქავდი, გადამაგდო ეგრეთ წოდებული დივნის მიმართულებით და გაემართნენ საძინებლისკენ, ანუ ჩემი მეუღლის ანრის მხარეს. ანრი და მისი და ამ დროს ჩოჩქოლში მოყვნენ საძინებელში, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ხელი არ გამიშვა და არაფრის დიდებით არ გაგაყოლებ მათ. არ ვიცი იმ მომენტში ჩემი დის დას რა ძალა მიეცა, სულ რაღაც 21 წლის გოგოა. შემდეგ უკვე რომ მიხვდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთზე განშორება, 2 ადამიანი მემაკავებდა, პირზე ხელს მაფარებდა და პროვოცირებას მიწევდა, რომ აბა ნუ კი ვიხართ, უირა მხელა ხმა გაქვს, მიდი აბა რამე ჩამარტყი, მაგრამ ეს პროვოცირება არ იყო ჩემს მიმართ, ეს იყო ჩემი მეუღლის მიმართ პროვოცირება, რომ მას თუნდაც წინააღმდეგობა გაეწიან, თუნდაც რაიმე შეიძლებოდა რომ დაეშავებინა მათთვის, მაგრამ არა, ანრი წინააღმდეგობასაც კი არ უწევდა. შემდეგ ჩემი მეუღლის დასმოკიდეს წელში და თმებში წუდა ერთ-ერთი და გადააგდო კარადის მიმართულებით. ანრის ვეღარ მოერივნენ ფიზიკურად, ანრი ეუბნებოდა რომ ნუ მირტყავთ, რაზე მიჭერთ, გამარკვიეთ, მგონი ხელი მომწყდა, ხელი გამიშვით.
და შემდეგ უკვე დანარჩენებს დაუძახეს 15 ადამიანი იყო მოსული 50 კილო ადამიანის წასაყვანად ჩემი მეუღლე სახლიდან კი არ გაიყვანეს იძულებით გაათრიეს ტიტუელი სრულიად შიშველი საცვლის და წინდების ამარა გარეთაც დედის მიმართულებით იგინებოდნენ ისევ პროვოცირებას ახდენდნენ ჩვენს მიმართ შემდეგ სამი შკოდა მანქანა იყო მოსული სახელმწიფო სერიებით, წაიყვანეს ჩემი მეუღლე და წავიდნენ. კი ბატონო, ნუცა ხო და ამის შემდეგ უკვე მოხდა ის რაც მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, რომლის შესახებაც გაიგო უკვე მედიამ, როგორც თქვით, აი სტრესის შემდეგ, ნუცამ ცოტა ხანში გაიგო, რომ მას მუცელი მოეშალათ. მიიღეთ ჩვენი თანადგომა, ხნეობას გისურვებთ. ეს ისტორია უნდა მოესმინა მაყურებელს. მადლობა, ნუცა ერემიანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.